იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45, სილქნეტი 345, ახალი ქსელები 345, მარტივი 45. მოდი აბა. შეიძლება ბატონო მერო? ალიკა მოდი ხო. რა ხდება? ხომ მშვიდობაა ბატონო მერო, რაღაცა ძალიან გაკვირვებული სახე გაქვთ. ალიკა შენ აიცოდი რომ სახელის დარქმევა შეგიძლია Word-ის ფაილზე? კი, ვიცოდი ბატონო მერო, ვიცოდი. ძაღლიშვილი ვიყო, წეხან დავაწექი ერთხელა და ამომიგდო ბიჭო რაღაცა თურმე სახელი შეგიძლია რომ დაარქვა. ხო, მე გასწავლით. საწავიდა ხედავ ტექნიკა ალიკა, ა? ო, კი ბატონო. ვა. ხო. კი ბატონო, მოკლედ ჩვენ არ დაგვავიწყდეს დღეს რაღაცეები გვაქვს გაწერილი. ბატონო მე ხო, მართლა დღეს საღამოს მიპატიჟებული ხართ ევროინტეგრაციის ფარგლებში ორ მხარეს შორის შესაძლო კონსენსუსის დადგომის შესახებ გათვალისწინებულ ღონისძიებაზე, სადაც ასევე განხილული იქნება დემილიტარიზაციის პროცესი, ხაზი გაესწრება ჩვენს ქვეყნის ლეგიტიმურ უფლებას ნატოსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე. ისა, კაი, ანდა თქვენ პირდაპირ სუფრაზე მოდით. არა. ხო. ალიკა, ეგ სახელი Excel-ზე და ჩვეულებრივად კი, ერთი დაწყაპებით, ნახეთ იგივეა, ნახეთ. აი, და რასაც გინდათ იმას ჩაწერთ. ხო, რაც შეეხება კიდევ ბატონო მერო დღეს მოსახლეობასთან გაქვთ შეხვედრა. მოსულები არიან და აუცილებლად უნდა შემოვიყვანოთ. ძაღლიშვილი ვიყო, არ შეგარგებენ იმენა რა, მერობასა კაროჩე. რა უნდათ? რაღაცა პრობლემები ესე გვაქვს ხოლმე ჩვენ კვირაში ერთხელ ხო გვაქვს ეს მოსახლეობის შეკრების შეხვედრა. აი, მაიტა ჰა, მოვიდნენ. რა ვიცი. კარგით ეხლავე. იმენა. არ მობრძანდით რა. მობრძანდით. გამარჯობა ბატონო. გამარჯობა. მოგესალმებით. გამარჯობა. გავბრძანდით, აბა. აქეთ მადლობა. ჩვეულებრივად აქეთ ხო. ხო, აბა გისმენთ, აბა რა არის ეხლა რო. დიახ. ალიკა, შენ ხო აქ იქნები? ხო. ეხა ბატონო მერო, ნუ ჩვენ სოფელში პრობლემა ბევრია, მაგრამ პირველ რიგში რაც გვაინტერესებს, წყლის პრობლემა როდის მოგვარდება ჩვენ სოფელში და ყველას არც სარწყავი არხევი, არც სასმელი წყალი, ან წყლის პრობლემა როდის მოგვარდება? ეს რო გითხრათ. წყალი ხო? ხო, ეხლა როგორ არის ეხლა იცი ეგა არო? მაგალითად წყალი ეხლა უყურე როგორ არის ზოგ ქვეყანასა აქვს რა წყალი და ზოგსა არა. მაგალითად ეხლა ვენეციასა ბლომად აქვს წყალი. ესპანეთსა ნაკლებათა და ჩვენ საერთოდ არა გვაქვს. ალიკა. კი ბატონო. მერე? ხო, რა მერე ბიჭო, უყურე ეხლა ნახე მაგალითად ვენეციასა ხო აქვს ისა ხმელეთის პრობლემაა და ჩვენა წყლისა. გრია რა. აბა მაგ კუთხით რო შეხედო რა. ალიკა. კი ბატონო. ხო. ხმელეთის პრობლემა. ვერ გავიგეთ ცოტა. ანდა კითხეთ ჩარჯიბიცა და რავი დაგიწეთ ეხლა 1.64 პრობლემასა როგორ უნდა მოვაგვაროთ თუ სამგზასა ხო ალიკა ეგრე ხო არის რომ ჩაჭიბიტმა ხო იცის ეგა. იცის. ბატონო მერო, მეც მაქვს შეკითხვა თქვენთან. ნუ აი სოფელში ახალგაზრდების ძირითადი უმეტესობა არის უმუშევარი და აი ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით? აი როგორ შეიძლება რომ ამ პრობლემას მივხედოთ? არავინ არ მუშაობს სოფელში. ეგა ხო. ხო, მაგ საკითხზე ეხლა ჩვენა ნახეთ რა ვქენით ქალბატონო რომ ალიკა ხო. ნახეთ ეხლა ჩვენა კასპის მუნიციპალიტეტთანა ხო, ჩვენმა მუნიციპალიტეტმა დადო ისა ალიკა ხო, ხელშეკრულება დავდეთ რომ ვაკეთებთ როგორ რაღაცასა, იცი რომ ჩვენთანაც როგორც კასპში ეხლა ჩვენთანაც აიკრძალოს გეი ქორწინება, სხვათა შორისაა ჩვენა ვატარებთ იმასა. გამოიწია ალიკა. მონიტორინგსა დაფაზე წერია და ხო, იმიტომ რომ აღმოჩენილია გეიკერა რა. რამოდენიმე 1-6 ჯერ მაინცა რა. ხო, ალიკა. არა, სხვა ხო და რო აღარ იყოს, იმიტომ რომ ეს ამდენი ახალგაზრდა რო დარჩა ახლა ესე არა, რომ ხელი რო არ წაუწდეთ რა იმისკენა რა, გარყვნილებისკენ. არა, ხო, ეგ გასაგებია, მაგრამ ეხლა ჩვენ სხვა რაღაცაზე ვსაუბრობთ ბატონო მერო, ანუ ეგ არაფერ შუაში არ არის. უბრალოდ ძალიან ჩამკვდარია ხო ხვდებით სოფელი და აი რამე სიახლე თუ იქნება, რამე თუ იგეგმება, იმიტომ რომ ეს ახალგაზრდობა ფაქტიურად დაცარიელდა. კი, გარბის უყურა მიდის აქედან. ყველა ემიგრაციაში და რას გვთავაზობთ, რა გეგმებია სამომავლოდ? აგერ მიწერია ქალბატონო, გაწერილი მაქვს ყველაფერი, მოკლედ ალიკა ხო მიწერია. ყველაფერი მაქვს ესე გაკეთებული. ბავშვებისთვისა მაქვს ძალიან მაგარი რაღაცა რა. რა ქვია მაგას? აქტივობაი, ხო. მოკლედ
ციცოს მაღაზია რო არის ღელის თავზე. ციცოს მაღაზიის გვერდზე გაკეთდება დისნეილენდი. დისნეილენდი რანაირად დისნეილენდს აპირებთ? აი ესა. ხო, მაგრამ როგორ? მანდ ეხა დისნეილენდს რანაირად გავაკეთე. რაცადეთ. რანაირად ეხლა ცენტრი მადარი და გავაკეთო და არ იმუშაოს ალიკა რა თქმინდა ეგეთი, ხო? ყავას დალელი. ყავას? რავი. კი. დავი. ლალი მაიტა აბასავი ყავა შემოიტანე. ხო. ეხლა კი ბატონო. ასევე ვაპირებთ მაგალითად იმასა ის სიტყვას ალიკა ინოვაციასა ვაპირებთ რომ გადაღმა სასაფლაოების გვერდზე რომ დიდი ადგილი არის მაგრამ უნდა გავაკეთოთ აუცილებლათა გოლფის მოედანი მოიცა კაც სასაფლაოების იქ რომ დიდ რა გოლფის მოედანი ეხო ჩემი მიწარი ღობეც აქვს ყველაფერი ჩემი მიწარი წინაპრები რავი ჩემი მამაპისეულის არის მანდ ადგილი რას ქვია რა გოლფის მოედანი უნდა გავაკეთოთ მალა ალიკა რო ვაპირებდი ამ ინოვაციასა ვერ გადახედე საკადასტრო კოცა მაბატიეთ ჩემი პრობლემა არის გამოვასწორებ. ხო ეგ არა არ ვიცოდი ეხლა გამიგე თორე მე ახლა კიდე კაი რომ გაარკვიეთ ახლა. ხო არა ეგ ჩემი ადგილია და რავი შეამოწმეთ ხოლმე რამეს იმას გადაწყვეტ აგე მოვიდა ლალი და მადლობა ლალი ჭირიმე ისა ბოდიში ლალი. ამას ჭიქევიც უნდა და წყალიც. მალა უნდა კი და მოკლედ ახალხო ჩვენი სოფლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ახლა ხო ოკამის შემოსასვლელში უნდა დავდგათ ძეგლი რა ძეგლი უნდა დადგათ ის ძეგლს თქვა თოკა რა ძეგლი უნდა დადგათ უბრალოდ ბიჭო ნებისმიერი რამისა მთავარია რომ ჩვენმა ახლა ხო ოკამმა ხო ძეგლების რაოდენობითა გადაასწროს ისეთ ქალაქებსა მაგალითად როგორებიცა იტალიასა რა ესპანეთსა და აშუშუსა მაგალითად ზემოუბანში უნდა გავაკეთოთ იუსტიციის სახლი იუსტიციის სახსა ვაპირებთ ასევე უნდა გავაკეთოთ ისა იმას რო არის რა ქვია სამედიცინო პუნქტი ხო სამედიცინო პუნქტი უნდა გავაკეთოთ და ეგეთ რაღაცეებსა ვაპირებთ ზემოუბანში ზემოუბანში ბოდიში ერთი ზემოუბანი სოფელში არა გვაქვს საერთოდ მალა ხედავ სამი პრობლემა ეგრევე მოგვარდა ალიკა ჩააწკაპე და ისა ჩაწერე შენ რომ მასე მარტივათა ვაგვარებ მე მაგას თავი დავანებოთ ეხლა მე კიდე ვაპირებ რომ ახალ ესა გვინდა ახალგაზრდებს მოუწოდოთ რეკრეაციული სივრცე ახალგაზრდა ბოდიში რა ერთი წამითა კაცო თავიდან რო გითხრათ ახალგაზრდებს რომ გვინდა რომ ესა მოუწყოთ რეკრეაციული ზონა უნდა გავაკეთოთ. ასევე აგერ მიწერია თანამედროვე ქალაქის იერსახე უნდა იყოს აუცილებლად ახალგაზრდებმა რო იარონ და თანამედროვე მოკლედ ყველაფერი იქნება კაათა. ხო, ძალიან კარგი. ხა თუ არ გაინტერესებთ მაგრამ ხო, გასაგებია. ასევე დაიმახსოვრეთ ხალხო, ჩვენა განვითარებითა და აგერ მიწერია მეორე სიტყვა ცხოვრების რიტმითა უნდა გადავასწროთ ისეთ ქვეყნებსა, როგორებიცაა ტოკიოსა და პეკინსა. ასე ბოდიში ეგ შეუძლებელია ბატონო მე რომ ტოკიოს და პეკინს ვერ ბიჭო, ალიკა ჩვენო ცადოთ ახლა, მას ეძახდა ნოდარაცა იმ ღამესა რომ ამჯერქსაო ვერ დაჩეხავ, მაგრამ ხო დავაპე. ხო და ცადო. ბატონო მე რომ იცი რა არის? აი სოფელი არის დაცარიელებული ახლა, რასაც უყურებთ. მთელი ახალგაზრდობა წავიდა ემიგრაციაში. ფაქტობრივად აღარავინ აღარ არის ახალგაზრდა. ხო და ეს მე მგონი ძალიან ცუდია და აი ამასთან დაკავშირებით რა გეგმები გვაქვს? როგორ შეიძლება რომ ეს ადამიანები ისენ დაბრუნდნენ? რით შეიძლება რომ დასაქმდნენ? აი ამაზე თუ გაქვთ პასუხი. ხო, რა შეეხება ახლა ინფრასტრუქტურასა რა? ახლა ჩვენა გავაკეთოთ ესეთი რაღაცა, რომ 15 წუთში თუ ჩამოდიოდნენ თავპირისპირევითა, ხო? ახლა ოკამში ჩაულებრად 5 წუთში ჩამოხვალ რა. ესა გამოიწვევს ხალხის დაბრუნებას და ოკამში. გამიგე? ხო. მასტრაფაჭა ხო მაგისტრალი. კი. რავი, მაგისტრალი ხო, მაგრამ წყალი მაინც არა გვაქვს სოფელში რა, რა ხო, ვიცი. ძირთადი პრობლემა ეგ არის და. წყალი ხო? ვა. იცი რა არის? ეს ყველაფერი ეხა უყურე რაც ჩამოთვალეთ ეს პრობლემები ხო? ერთი თუ არ
მოფხერით. აღმოფხერით, ხო? ეგ ყველაფერი ერთმანეთია მიმბული, გაიგე? ალიკა, ეგ ახლა არის სხვა ქვეყნებში მიმბული თორე, მიბუმული თორე, ჩვენთან არის მიმბული, გაიგე? მაგით განსხვავდებით ახლა ჩვენა ოკმელები, გამიგე? ბატონო მერო. დიახ. უთქვენოთ ვერ იწყებენ, გელოდებიან და წამოდით დაგაგვიანდა. რას ამბობ? ძაღლიშვილი ნახევარ ფინალი არის დღეს საჭიდაობისა. ხედავა, ხალხს ეზრუნვა, ეგ არის ალიკა რა, ხალხს. ავასრულეთ ჩვენ. მოიცა შეხვედრა. დროზე. გელოდებიან. არა, ჩვენ ბატონო რას ამბობ? ოქრო უნდა მოვიგო, ბიჭო, ოკმელებისთვისა, ხო არ გადავა. ბატონო მე რო კითხვები გვაქვს ჩვენ რა დროს ჭიდაობა დასრულდა? ბუდიში რა. რაღაცა პასუხი. ანუ ეს იყო შეხვედრა თუ რა? შეხვედრას განვაგრძოთ აუცილებლად. ეხა უგულშემატკივროთ ჩვენი ქალაქის მე. მაგრამ რაღაცა კითხვები მე რო გაქვს. ჩამოვწეროთ აუცილებლად და ყველაფერი გაეცემა პასუხი. პრობლემები არის სოფელში. პასუხი წინააღმის მეტრს ავიღე, აღმოჩენილ. მე იქა ისე ხო არ გამოვალ უმედროდ. მოვდივართ ბატონო მერო. ამასა მონიტორინგს მიმიქცია ყურადღება. ბატონო მე რო თუ შეიძლება წამობრძადეთ. ეხა უგულშემატკივროთ ჩვენს მერს და აუცილებლად დაუბრუნდებით. იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე. მაგთი ნომერი 45. სილქნეტი 345. ახალი ქსელები 345. მარტივი 45.